ალბათ ყველას გაგვიგიეს სიტყვა ვანდალიზმი. რასთან ასოცირდება? რა თქმა უნდა, უაზრო ნგრევასთან. მაგრამ დაფიქრებულ ხართ ოდესმე, ვინ იყვნენ სინამდვილეში ვანდალები? ხალხი, რომლის სახელიც ისტორიას ასეთი უარყოფითი კვალით შემორჩა. მოდით ერთად გავარკვიოთ, რა იმალება ამ სიტყვის მიღმა და აღმოვაჩინოთ ერთი დაკარგული სამეფოს მართლაც გასაოცარი ისტორია. დღეს ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ ვიცით, ხომ? ვანდალიზმი. ესა როცა ვიღაც განზრახ აზიანებს ქონებას. ხედავთ ამას ყოველ დღე. კედლებზე მიხატული გრაფიტი იქნება ეს თუ დამტრეული ძეგლი. მოკლედ, ქაოსის და უპატივცემულობის სინონიმია. მაგრამ აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ისტორია, როგორც ყოველთვის, ბევრად უფრო რთული და ჩახლართულია? მართლა იყვნენ ვანდალები ასეთი ბრმა გამანადგურებლები, როგორადაც წარმოგვიდგენია, თუ იქნებ მათი სახელი სულ სხვა, ბევრად უფრო დიდ ისტორიას მალავს. მოდით ჩაუღრმავდეთ. იმისთვის, რომ ვანდალების ნამდვილი ამბავი გავიგოთ, დროში საგმაოდ უკან უნდა დავიხიოთ. მათი ისტორია რომის კარიბჭესთან ნამდვილად არ დაწყებულა. არა, ეს არის საუკუნეებზე გაწელილი ეპიკური საგა, ხალხის, რომელიც გამუდმებით ეძებდა სამშობლოს და რომის იმპერიის ნანგრევებზე ცდილობდა თავის დამკვიდრებას. ეს არ იყო უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. წარმოიდგინეთ, ეს იყო მთელი ოდისეა, რომელიც 300 წელი გაგრძელდა. ყველაფერი იწყება სადღაც დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე. მერე მიდიან სამხრეთით, ებრძვიან გოთებს, ხდებიან რომის მოკავშირეები და შემდეგ 406 წელს ხდება რაღაც წარმოუდგენელი. ისინი კვეთენ გაყინულ მდინარე რაინს. ეს მომენტი დასავლეთ რომის იმპერიისთვის ნამდვილი შოკი იყო. გალიის და ესპანეთის გავლის შემდეგ კი 429 წელს დგამენ ყველაზე გაბედულ ნავიჯს. მათი მიზანი ახლა აფრიკაა. და აი, აფრიკაში ჩასვლა აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ მორიგი მიგრაცია, ეს იყო სრულიად ახალი სამეფოს დაბადება. და ამ სამეფოს სათავეში ჩაუდგა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი, დაუნდობელი და სტრატეგიულად მოაზროვნე ლიდერი გაიზერიხი. დააკვირდით ამ რიცხვს 80,000. 92 წელს გაიზერიხი უბრალოდ არმიას კი არ უძღვებოდა, არამედ მთელ ერს. 80,000 კაცი, ქალი და ბავშვი, გიბრალტარის სრუტის გავლით. ეს იყო წარმოუდგენელი, თავბრუდა მხხვევი რისკი. მათთვის უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ არსებობდა. ყველაფერი ფაქტობრივად ერთ ბანკოზე დადეს. აი, ეს ციტატა კი ალბათ ყველაზე მოულოდნელია. ჩვენ ხომ ფიქრობთ, რომ ვანდალები ყველას ძულდა და ყველას ეშინოდა მათი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ბევრმა მცხოვრებმა ისინი ლამის მხსნელებად მიიღო. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დაღლილები იყვნენ რომაელი მიწამთფლობელების ჩაგვრით და მძიმე გადასახადებით. ამიტომაც ამ ბარბაროსებში ისინი თავისუფლების იმედს ხედავდნენ. კართაგენის აღება კი ამან ყველაფერი შეცვალა. კართაგენი უბრალოდ დიდი ქალაქი არ იყო. ის იყო რომის იმპერიის ბეღელი, მისი მთავარი მარჩენალი. მისი დაპყრობით ვანდალები მოხეტრიალეთ ომიდან ხმელთაშუა ზღვის ახალ დომინანტურ საზღვაო ძალად გადაიქცნენ. მათ ხელში ჩოიგდეს რომის ფლოტი და ახლა უკვე თავად კარნახობდნენ თამაშის წესებს. კარგი, ახლა მივადექით მათ ყველაზე ცნობილ, ან თუ გნებავთ სამარცხვინო ქმედებას. რომის ძარცვა 455 წელს. მაგრამ ეს არ ყოფილა ბრმა აგრესიის და ქაოსური ნგრევის აქტი, როგორც ბევრს გონია. არა, ეს იყო კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლა, რომელიც იცით რამ გამოიწვია. თავად რომის შიდა ინტრიგებმა. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობას, რომ დავინახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ეს არ არის უბრალოდ ბრბოს თავდასხმა, ეს პოლიტიკური კრიზისის პირდაპირი შედეგია. ფაქტობრივად, გაიზერიხი რომში მიიწვიეს. ის ჩადის მაშინ, როცა ქალაქი სრულიად დაუცველია. რომის პაპთან მოლაპარაკების შემდეგ ის თავს იკავებს მკვლელობებისგან და ხანძრებისგან, მაგრამ 14 დღის განმავლობაში მეთოდურად, სისტემატურად გააქვს ქალაქიდან მთელი სიმდიდრე. ეს უფრო ჰგავდა მასშტაბურ ორგანიზებულ კონფისკაციას, ვიდრე უაზრო ნგრევას. და აი, ყველაზე დიდი ირონია. სიტყვა ვანდალიზმი, რომელიც დღეს ჩვენთვის უაზრო ნგრევის სინონიმია, წარმოიშვა ისტორიული მოვლენიდან, რომელიც საოცრად ორგანიზებული, გათვლილი და მიზანმიმართული იყო. ისტორიამ თითქოს დაივიწყა მთელი კონტექსტი და დაგვიტოვა მხოლოდ სახელი. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ვერც ერთი სამეფო ვერ ეყრდნობა მხოლოდ ერთი, თუნდაც გენიალური ადამიანის ძალას. გაიზერიხის სიკვდილის შემდეგ, 467 წელს, ვანდალის სამეფომ, რომელმაც ამდენ გარე მტერს გაუძლო, შიგნიდან დაიწყო რღვევა.
აი ეს შედარება ძალიან ნათლად გვიჩვენებს რა შეიცვალა. გაიზერიხის დროს მთელი ენერგია, მთელი ყურადღება მიმართული იყო გარეთ, სამეფოს გაფართოებაზე, მტრებთან ბრძოლაზე. მისი სიკვდილის შემდეგ კი ფოკუსი უცებ შიგნით გადმოვიდა. თახტისთვის ბრძოლამ, რელიგიურმა დაპირისპირებამ და შიდა ინტრიგებმა სამეფოს ძირი გამოუთხარა. პრობლემების მთელი კასკადი წამოვიდა. პირველი და მთავარი ტახტისთვის ბრძოლა. გაიზერიხის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის წესი მუდმივი ინტრიგების და დაპირისპირების წყარო გახდა. მეორე, რელიგიური განხეთიქილება. ვანდალები არიანელი ქრისტიანები იყვნენ და სასტიკად დევნიდნენ ადგილობრივ კათოლიკე მოსახლეობას, რითაც ბუნებრივია დაკარგეს მათი მხარდაჭერა. და მესამე, გარესაფრთხეებიც არ წყდებოდა. მეზობელი ბერბერული ტომები გამუდმებით ესხმოდნენ თავს და ნელ-ნელა ართმევდნენ ტერიტორიებს. მოკლედ, სამეფო შიგნიდან იშლებოდა. და აი ამ დასუსტებულ სამეფოს აღმოსავლეთიდან გამოუჩნდა ახალი, ძალიან ამბიციური მტერი. აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ ბიზანტია. იმპერატორ იუსტინიანეს მეთაურობით მზად იყო დაებრუნებინა რომის დაკარგული დასავლეთი პროვინციები. და პირველი სამიზნე სწორედ ვანდალების სამეფო იყო. და სწორედ აქ დაუშვეს ვანდალებმა საბედისწერო კატასტროფული შეცდომა. იმ დროს, როცა ბიზანტიის უზარმაზარი ფლოტი უკვე გზაში იყო, ვანდალების მეფე გელიმერმა რა გააკეთა? თავისი საუკეთესო ჯარი და ფლოტი გაგზავნა სარდინიაში, რაღაც უმნიშვნელო აჯანყების ჩასახშობად. მან სამეფოს გული, მისი დედაქალაქი, სრულიად დაუცველი დატოვა. წარმოიდგინეთ ბიზანტიელი სარდლის ბელიზარიუსის გაოცება. ის ემზადებოდა სასტიკი ბრძოლისთვის, ელოდა სისხლის ხვრელ შეტაკებას, მაგრამ მის 15,000-იან არმიას ნაპირზე არავინ დახვდა. უბრალოდ გადმოვიდნენ ხმელეთზე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ვანდალები ამისთვის სრულიად აბსოლუტურად მოუმზადებელები აღმოჩნდნენ. პირველივე დიდი ბრძოლა კი კატასტროფით დასრულდა. და არა იმდენად სამხედრო, რამდენადაც ფსიქოლოგიური მიზეზით. ვანდალის შეთევა ისედაც ცუდად იყო კოორდინირებული, მაგრამ კულმინაცია დადგა მაშინ, როცა მეფე გელიმერმა ბრძოლის ველზე საკუთარი მოკლული ძმა დაინახა. ის ისეთმა მწუხარებამ მოიცვა, რომ ბრძოლა შეაჩერა, რათა ძმა დაეკრძალა. ამით მან ბელიზარიუსს იდეალური შანსი მისცა, რომ ჯარი გადაეწყო და ბრძოლის ბედი სრულად შემოეტრიალებინა. იმ კატასტროფული ბრძოლიდან სულ რაღაც 2 დღეში ვანდალების დედაქალაქი დიდებული კართაგენი დაეცა. მაგრამ ის ბრძოლით არ აუღიათ. ადგილობრივმა კათოლიკე მოსახლეობამ, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იტანდა ვანდალების რელიგიურ დევნას, ბიზანტიელებს უბრალოდ ქალაქის კარი გაუღო. ეს უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, თავად დასასრული იყო. წარმოგიდგენიათ, 1 წელზე ნაკლებ დროში სამეფო, რომელიც 1 საუკუნის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვას აზანზარებდა, უბრალოდ გაქრა რუკიდან. მისი კოლაფსი ისეთივე სწრაფი და მოულოდნელი გამოდგა, როგორც ოდესღაც მისი აღზევება. და აი, ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ჩვენს თავდაპირველ კითხვას. მაშ, ვინ იყვნენ სინამდვილეში ვანდალები? მათი ისტორია მართლა მხოლოდ ნგრევითა და ძარცვით შემოიფარგლება? პასუხი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ისტორიაში, გაცილებით უფრო რთული და საინტერესოა. და აი, აქ გველოდება ყველაზე დიდი პარადოქსი, რომელიც მთელ ამ ისტორიას თავდაყირა აყენებს. ეს ფაქტები სრულიად ცვლის სურათს. ვანდალების ელიტამ კი არ გაანადგურა რომაული კულტურა და ცხოვრების წესი, არამედ სრულად შეითვისა იგი. ისინი ცხოვრობდნენ მდიდრულ რომაულ ვილებში, ესწრებოდნენ თეატრებსა და ეტლების რბოლებს, აფინანსებდნენ ლათინურ პოეტებს. დამპყრობლები თავად იქცნენ იმ კულტურის ნაწილად, რომელიც წესით უნდა გაენადგურებინათ. და აი საბოლოო კითხვა, რომელზეც პასუხი უკვე თქვენთვის მომინდვია. მაშ, ვინ იყვნენ ისინი? ისტორიის უდიდესი ვანდალები, თუ რომის უკანასკნელი, დავიწყებული მემკვიდრეები? იქნებ, ვანდალები არ იყვნენ ცივილიზაციის მტრები, არამედ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი, ტრაგიკული თავის მონაწილეები. მათი ისტორია ერთ რამეს ნამდვილად გვახსენებს. სახელები და რეპუტაციები ხშირად ძალიან ამარტივებს რთულ რეალობას. წარსული კი, წარსული ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი სიტყვით შეგვიძლია აღწეროთ.